თავარი ბიჭები ბრუნდება ეთერში, შეგახსენებთ ჩვენი სპონსორია Bet-Market-ი ლიდერ Bet-ისგან. და დღევანდელი ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ პოლიტიკოსი, არა რიგითი გირჩელი, ადამიანი ხიმილი ვახო მეგრელიშვილი. მობრძანდი. მეგობარო, კეთილი იყოს შენი მობრძანება. ილო, ნიკა, ვანიკო. ენა, მამული სარწმუნოება. როგორ ახლა? გადასარევად, როგორ ვიქნებ? როგორც ყოველთვის, მე ყველა არ მithქოს ადამიანი ხიმილი მეთქი, ძალიან ხშირად. მე მგონი ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც მართლა იღიმის. ნახდათ იღიმის ხო? რაღაც გოლგოთას გზას ადგანან სულ. და ეს კაცი იღიმება. ბიჭო, ყველაზე სასიამოვნო რა არის, რომ იღიმის ერთია. ბუნებრივი ღიმილი მოუჩანს. ხო, იმიტომ რომ თან მე მინდა მისი კიდე ერთი კაითვისება თქვა, მაგალითად, როდესაც აი ტელევიზორში თუხთუხებს და რაღაცა მიდის იქამდე რომ აი ეს ხდება, ის ხდება რაღაცა და 30 წუთი თელი ტელევიზია ქარხნულა დამუშავება, საშინელება ხდება, ეს დადაბულობა, საშინელი გესმის, იქაც პოლიტიკოსების დაინტრიგებულები არიან და განიხილავენ აი თქვენ, ვახო თქვენს გეკნებათ სათქმელი. ეგრევე ყველაფერი რაც ამდენი ხანი თუხთუხი აყვანილი იყო დაეცა. ყველა მე ეშვება შედარებით. მადლობა ამისთვის. ხო, არა, ყველაზე მაგარი გამოსვლა იყო ის რა, რომ აი რა ხდებოდა რომ ვერაფერი ვერ გაიგე. ჩვენ ამდენჯერმე გვიხსენებია ჩვენ შოუში. აი შევედი, დავჯექი. აი ნუ ვერაფერი ვერ გავიგე. რა ხდება ეს ხალხი აქ ასაკეთებ? აი ვერაფერი ვერ გავიგე რა. არა, ხო დადასტურდა. ანუ ხო დადასტურდა მთელი პროცესის შედეგად. მიუხვდით რასაც ამბობ. ისე დაიწყო, ისე რაღაცა დასრულდა, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო მართლა ოღონდ. კარგი, არჩევნო კიდე გასაპირებენ, ეხა საარჩევნოთ რაღაც დიდი ამბები აქვს რა. უტევენ, საარჩევნოდ უტევენ და გარდა იმისა, რომ უტევენ, კიდე აქ მოვიდა ის, მაგრამ როგორ დიდებულად მობრძანდა არ. რო კი არ მოვიდა, მეგობრებო, მოსისინდა. აი სისინი, ხო იცით როგორ არის? აი იმ პორშეთი მოსისინდა, რომელსაც უხმო და შიდა წვის ძრავის ალბათ ესეთი ხმა იქნება. ცოტა ოღონდ ის გავს, მე მგონი ფანტომას სხვადასხვანაირი ხმები აქვს რა. ანუ არის ჩვეულებრივი კი, შეგიძლია დააყენო რეჟიმი, რომელზეც გამოცემს აი ის რა ქვია Star Wars-ში რო ხმებია ხო იცი? აი ის გაშლის არა აი რაღაც ესეთი თითქოს რაღაც დიდი რაღაც ლაზერი შატალი დაიწყო. ძრავა რო ჩაირთვება ესეთი რაღაც ეს ხმებს გამოცემს. შეგიძლია შეთვითონ დაარი. ხო და რეტროს მოყვარულებისთვის მაგალითად აი ვინტაჟის მოყვარულებისთვის რამე საბჭოთა ისიც ხო არ აქვს მაგალითად ნოლექსის ისაც შეიძლება ვიღაცა ზადნიში რო ჩააგდებრე არის ფასიან დაუნლოუდებში. ეგ ცალკე არის ფასიანი. დეფოლტად არ მოყვება. ბიჭო, იცი რა არის? ანუ ჩემი მეგობარია ხმართლა გეუბნები, რომელსაც მთელი ცხოვრება აწუხებს გლეხის კომპლექსი. არ ვიცი, ყოფილა ეგეთი კომპლექსი, ანუ გლეხის, რომ აი წარმოშობის ამბავში. აჰა. ეს სულ აწუხებდა გესმის და აი სულ ოცნებობდა რომ აი როგორ უნდა და ყოფილიყო არისტოკრატი. ამ ყველაფრის ნაწილი, იმიტომ რომ ძალიან დახვეწილი იყო თვითონ განიცდიდა, ანუ არ ემთხვეოდა მისი გემოვნება და გლეხური წესის ცხოვრება ერთმანეთს. ამიტომ სულ უნდა და არისტოკრატობა და აი თქვენთან რო პარტიაში გაერთიანდეს. აი ამ სამეფოს ამბავში ცოტა მაინც შეიძლება რომ ასე თქვა განცდა კონდეს რომ არის არისტოკრატი. ორი ვარიანტი. სხვანაირად არ მიიხსება უბრალოდ. კი, ორი ვერსია აქვს თქვენს მეგობარს, შეგიძლიათ გადაცეთ. ერთია რომ დაადგეს სულიერების გზას და მოვიდეს ჩვენს ეკლესიაში და მეორე რომ მოიქცეს როგორც არისტოკრატი და ჩვენი მეფე ჰერმან პირველი მას რაინდათ აკურთხებს. ამისათვის დაჩოქება საჭიროა? ცოტა ისე უგნიდან არის. მე ჯეჯობებით ეს წესები როგორც ჩვენთან არ არის დადგენილი, პრაქტიკაში დგინდება, როდესაც საჭიროება წარმოიშვება, ჩვენ ამაზე ვსჯელობთ და როგორც ერთხელ მოიქცევთ, შემდეგში ვცდილობთ რომ ეს გავინეულოთ. როგორც იგრძნობით. ჩვენ ტრადიციებს ვამკვიდრებთ. კაი, ამაზე უკეთესი პირობა რა გინდა? თუ შენი მეგობარი მართლა შინაგანად არისტოკრატია, მივიდეს და ამტკიცოს ეს და მეფე ჰერმანი მას უბოძებს. მეფე ჰერმანს თავად ესე აქვს დამტკიცებული. მეფე ჰერმანი თავისი ქცევით არისტოკრატი მეფეა. ჩვენ მას ასე ვაღიარებთ. მოდი გითხარით, მართლა როგორი მეფეა? როგორი მეფობა აქვს? აი უფრო მკაცრია, როგორია ეს მეფე? აუ, ისეთი უცნაური მეფეა. აი გეტყვი, მე მართლა მეფურია რა, ესე წარმოიდგინე რომ აი შეიძლება აი მთელი რაღაც
თვეები იყო, აი უკმაყოფილო მეფე როგორ იქცევა რაღაცა და მე რაღაცა აი ყველაზე გაჭირვების ძიმე მომენტში რა, როცა აი ყველაფერი დამთავრებული გონია და всё და რაღაცა ისე მეფურად მოიქცევა, ისე მოაგვარებს ყველაფერს რა, რომ ხვდები რომ ის წინა თვეები სულ შენიყავი მტყუარი. ვაა, ნამდვილი მეფური ამბები. ნამდვილი მეფური. და ბაგრატიონებთან როგორ გაქვთ ურთიერთობა? ჩვენი მეფე ბევრად უფრო წინა დინასტიების წარმომადგენელი, აი ვიდრე ბაგრატიონები იყვნენ, უფრო მირიან მეფის ხაზიდან. საარჩევნო ამბებში კიდე ნახეთ, რომ მან და იაგომ იფრინეს. არ ნახეთ, იფრინეს. მე მგონია რომ იფრინეს ადამიანები. სისტემატურად დაფრინავენ. რუს თავს გადაუფრინეს თავზე, ხო? კი, ჩემთვის ტრადიციულია იაგო გუშინ პირველად მოინათლა. ვა. კი, და ჩვენ რაში? ფრინავად. ფრინავ. კი ბატონო, ფრინავად. ხო და ჩვენ მეგობარი ყავს რუსთავში, რომელიც არის ენთუზიასტი იქაურია ეს პარაპლანის ფედერაცია, მოკლედ იქაური ამბის, მოკლედ და იქ ჩვენი მეგობრები. კარგი მეგობრები არიან, ვიცნობ. კი, ძალიან კაი ხალხია და იმათთან ერთად მოკლედ ვიფრინეთ და გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ გუდაურში და თუ აქ შანსი არის რომ სადღაც 10 წუთამდე იფრინო პატარა გორა საიდანაც შეგიძლიათ და გამოფრინდა იქ თურმე შესაძლებელი 1 საათი იფრინო და მოკლედ გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ და გუდაურში 1 საათი ვიფრინოთ. ვა. ნიერი გადაწყვეტილება. კიდე ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება ხო? როგორც ვიცი, პორშეს ათამაშებთ იმაზე. კი. მაგაზეც რო გითხრა. პორშეს ამბავი ბიჭო, აი მართლა ეს მე მგონი აი უნიკალური პროექტია და მიკვირს რომ რაღაცა უფრო მეც არ ვლაპარაკობთ ამ. აი წარმოიდგინეთ ჩვენ ახლა ვაკეთებთ მიკრო მოდელში, რასაც მთავრობა აკეთებს რა. წარმოიდგინე რომ აი ეხლა ელექტრო პორშეს ვათამაშებთ, ხო? ანუ სუპერქარია $100,000 გვაქვს გადახდილი. და იდეაში საქართველოში ეს ელექტრომობილების ინფრასტრუქტურა არ არის, როგორც მოგეხსენება, ხო? და წარმოიდგინე, რომ 4 მილიონმა გაჭირვებულმა ადამიანმა გადაიხადა გადასახადები. ეს გადასახადები მოხდა ჩვენთან და ჩვენ ერთ ადამიანს 4 მილიონი ადამიანის ხარჯზე გავაბედნიერებთ. და თან ისეთი ნივთით, რომელსაც დიდი ალბათობით ვერ გამოიყენებს. ანუ აი ასე იქცევა მთავრობა ყველაფერში. მე თუ ვისაც გეგონებოდა პორშე თამაშდებოდა, ეგრე არ არის. აი რა ხდება თან. პორშე თამაშდება რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ აი გათამაშების მართალი ახსნა ძალიან საინტერესოა. ვაფასებთ ამას. მოკლედ ვახოს უნდა შევთავაზოთ, მაგრამ თამაშები უნდა შემოგვყავოთ. ვახო, ჩვენ გვაქვს ეს სპეციალური თამაშები სტუმრებთან და ვანიკო გაგაცნობს ახლა პირველ თამაშს, რომელიც შენ აუცილებლად დიდი არაფერი გასაცნობი არ არის აქ ჩვეულებრივად. მოკლედ უნდა ზარი ახლობელთან ქვია ამას, უნდა დაურეკო შენ, ვინმე შენს ნაცნობს და რაღაცები ელაპარაკო და აქ არის რამდენიმე სიტყვა, რომელიც თანმიმდევრობით ავწევ და შენ უნდა გამოიყენო ეს სიტყვები იმ ლაპარაკში. ან შემიძლია უთხრა რას ვაკეთებ? არა. შენ ახლა უნდა დარეკო ადამიანთან, რომელმაც არ იცის რომ შენ ჩვენგან ურეკავ, უბრალოდ დარეკე, ვისთანაც გინდა, თუ გინდა ცნობილი ადამიანი იყოს, თუ გინდა უცნობი ადამიანი. შენ ვისაც გინდა დაურეკე, უბრალოდ ხრიკია იმაშია რომ საუბრის დროს, შენ ჩვეულებრივი საუბრის დროს უნდა გამოიყენო ის სიტყვები, რასაც ვანიკო მოგაწვის და ვერ უნდა მიხვდეს შენი ასე ვთქვათ მოსაუბრე ამ ხრიკს რა, რაც ბოლომდე გახვალ მით უკეთეს. რაც უფრო ანუ რას ბოდავო არ უნდა მიხვდეს. ხო, ანუ შეიძლება გითხრას, რაც ბოლოს მით შეიძლება გითხრას ახლა. თავარია სახალისო იყოს ეს ყველაფერი და პირობას გაძლევს სახალისო. ჯერ თუ თანახმა ხარ ესეთ თამაშს. კი. ესე იგი მე ხა დაურეკავ ცენტრალური კომისიის წარმომადგენელს გირჩიდან, პატრიარქს გირჩის ეკლესიის ბიბლიური თავისუფლების, მრავალ 10,000 ჯარისკაცგან მან თავისუფლებას ლევან ჯგერენაიას. ძალიან ნახე რა. ზარი? ეხლა წავიდა ზარი ახლა. ახალს ურეკოს მეფეს პატრიარქი რა. ალო? ჯგერე რა ხარ? არა მიშავს. ჯგერე დრო გაქვს რამოდენიმე წუთი? ტელეფონზე ვალაპარაკო თუ? ტელეფონზე ვალაპარაკო. კი, კი. კაი, აბა მომის. შენ ერთი დონდლო ტიპი გახსოვს? აი ცოტა ხანი მომისმინე რაღაცას მოგიყვები და იქნება რამე აზრი გამოიტანო რა. აი სომხური კარუსელები შენ ეხა შენთან როცესკოში სამუშაოები მიდის. სომხურ კარუსელებთან ზის წინააღმდეგ რა მეთოდი გაქვთ თავარი? სომხური კარუსელების წინააღმდეგ არის ზოგადად ის არის რა ქვია მთელი ქვეყნის მასშტაბით რაც არის მაგაზე იდეაში ახალი არაფერი არ არის გარდა იმისა რომ ბიულეტენებს იმას იზამენ რა ქვია კამერით გადაიღებენ
ჩაიწერენ დათვლას. აჰა, ანუ აი ის მეთოდი რომ რაღაცა დროზე უნდა შემოვიდეს და არა, ეგენი არ არის, არა. კაი, მომისმინე. აი ის ფაფუკი კი არა, მოწმეთ ერთსამე რაღაცა ფაფუკი. არა, ის რაღაცა ისინი როა, რა ქვია, მანქანები რო გაქვთ, რა უნდა მაგას, რას ურჭობთ წანიში რო აკეთებთ 70 უბანზე. წანიში არის ხმის დამთვლელი ის არის მანქანა. სპეციალური ბიულეტენია და მაგ ბიულეტენზე რაღაცა პასტა მოყვება, მაგ პასტით იმას ირჩევ კანდიდატს ან პარტიას. აგდება ამ იმაში მანქანაში ხუთიც თვითონ არის და მე კახეთში არაფერი არა გვაქვს აი იქ რაღაცა აუ აქ ვერ დაგნებდები ხირხალოდ რეები წერი აქ მოიცა ერთი წამი გააგრძელე ხო ეგეთი აპარატი იქნება იმაში კრწანიში ეგვის დამთვლელი და ფასკუნჯი ახლა წამოაყენა ეხლა სტალინი წამოაყენა ჯგერი შენ რას ფიქრობ რას გვისაუბრებ სტალინი რო წამოაყენა ალბათ დავქრიტავდა ან აგვახშე ისე გამოშტერდებოდა ხო რავი აი ხარა სადაც სალამურას იმაშებოდა ერთი და იგივე ზღაპრებს კითხულობდით რა შეიძლება გაეგო კიდეც ჩვენთვის მამეთი ფიქრობ მახაც იყრიანო ესენიო კაცო მაგრამ კაცო რას იფიქრებდა სტალინი არა ვერაფერი ვერ გავიგე ნაღდათ მაგრამ დავადი დამლოცე მამა შეიძლება გეხო დამლოცე მოკითხავ თავარი ჩვენგან მადლობა მოკითხავ თავარი ბიჭებიდან მოკლედ რა ესენი დალოცე ესენი დაგლოცე უკვე დაგულოცე გადმოგიწევ პატივია თავად ესე თქვენი რელიგიის პატრიარქი საუბრობთ ნამდვილად მადლობა ჯგერე მადლობა აბა წარმატებები კარგი დალოცული მომეწონა რა მაგარია ბრავო მაგრამ გაართვითავი ბოდიში თუ გაწვალეთ ცოტა მაგრამ სახალისო გამოვიდა მაგრამ რადგან ასე მოგეწონათ შეგვიძლია გავაგრძელოთ თამაში სხვაგან უკვე გვერდზე ლიდერბეთის ოთახში არა გავიდეთ გვერდზე მაშ ასე ჩვენ ვიმყოფებით ახლა ლიდერბეთის ოთახში და აქ შემოგთავაზებთ ერთ თამაშს ვახო ეს არის გადაწელილი სახეები ხო ეგეთი თამაშია ანუ ცნობილი ადამიანების ფოტოები იქნება დამუშავებული რომელსაც უნდა მივხვდეთ რომ გამოვიცნოთ ვინ არის ძალიან მარტივია და დასწრებაზეა ორ გუნდათ ვართ გაყოფილი მე და ნიკო ღილაკები გვაქვს და შენ და ილო ხარტე ხელებშიც ხის ხარტე თავში მივხვდები სოვაჭე ხო სუმი აჭერ ვინ არის უბრალოდ დავიწყოთ მაშინ ოპა მე პერანგით მინდა ვიცნო პერანგიაცია ხომ ვიყო რომელიღაცა პოლიტიკოს სუ ესეთი ცოტა მე არა ძალიან გადაღუნულია ეს ცოტა ნები არა აქვს აი აქ ჩემსავი ნები არა აქვს მოიცა ხაცა აკაკი ბაქრატის ტანზე დგას თითქოს ნიშა არ არის ალბათ მიშას ვიფიქრე მაგრამ გუბაზი არა გუბაზისთვის ძალიან გამხდარია გუბაზისთვის გამხდარია შეიძლება კი მაგრამ ჩვენ რო გვესმის ვიპარავთ თქვენი მეებს შეიძლება იდეებს არა გუბაზია არა გუბაზია გუბაზის ტანზე ხარ სხვა ესეთი გაბარიტების ადამიანი ესეთი აი ამ ხმით რო არ მეგულება ვახო ამ პირით რო ეთქვა თუ გუბაზია ის კეკმა რა რამდაგა კომპლექსად გოგონა გეკმა რა მე გუბას სანიკიძე მგონი მოდი ჩვენ დავაწყოთ 20 პასუხი გინდა ამასობაში დაგვაუწყნა რომ დასწრება თუ თქვენ ამბობთ თქვენს პასუხს ჩვენ მოვიპარეთ ნამდვილად სტუმარს ეკუთვნის კი აი აშკარად თუ გინდათ გადავახვიოთ ნახდათ მოვიპარეთ გუბაზი გუბას სანიკიძე ვაფლოსას კოლეგა თქვენ გილოცავთ მადლობა ოჩა ანუ დაგვითმეს ქულარ არა მართლა თქვენგან გავიგეთ ვინ არის თქვენ არ დავაჭირეთ ნამუსი ეყოთ აი ნამუსი გვეყო ეხა მართლა ისე მადლობა ამისთვის ესეც იშვიათობაა მაგრამ შემდეგს აღარ იმას ვიზავთ აბა შემდეგი ვახჩე რა თქმა უნდა აუ ბიჭო არა ერთ შოუში ნახსენები დეშეკას რო გაწერილი კონდეს ის სიზმაა მე მგონი რა თქმა უნდა დეშეკას ოსტატია არა ალეკო დაახლოებით ესეც შანსი ხომ იმიდან ხვალი და რო იხედები სახე ეგ არის ხო თქვენი ვერსიაც კი ჩვენი ვერსიაც არა ჩვენი ვერსია ეს ჩვენი ვერსიაცაა კარგი გავხსნათ აბა ფოტო
აჰა, ეგ არის. ჩვენი კოალიცია იმარჯვებს. უცებ შემდეგი ფოტოც. შემდეგი. როგორი დაფიქრებული? ნახოთ ვინ არის. ო, რანაირად. მე მგონია რომ გიორგი მარგოლაშვილი. არ გვაქვს ეს ნახდათ არ ვიცი. ტუჩები ეგეთი და თვალები არავის არ ექნება სხვას. ბიჭო რა. ჩვენ ეს უნდა გამოგვეცნო ვინაა ნამდვილი ტიპია. ესეთი წვირი და თვალები სხვას არავის არ ექნება. არა გეუბნები. მარგველაშვილის გარდაო, ბიჭო. ბიჭო, წარმოიდგინე სახი არის აი ესე შეტანილი ვიღაც. არა, იგულისხმება. არა, ნახე, იგულისხმება რომ ეს რო ნორმალურო. აი ეგეთი. ჩანს რომ არა, ჩანს რომ სწორედ გიორგი მარგველაშვილის ცხვირი არის რაღაც. აი თქვით ეგ მაგრამ ანთებული გაქვთ თან, მიდი. არ არის ბიჭო. გავხსნათ ფოტო. არა, უბრალოდ ერთ-ერთი ვერ დავდებ თავს რომ გიორგი მარგველაშვილის წარბები შუაში გაყოფილია. ხელი დიაგო. ვაიმე. არა, შანსი არ არის გამოგვეცნო. ეს არ გამოგვაძლო. არა. შევარბილოთ. თავმჯდომარის ვერ იცნობ, ესე იგი არ ვარ ეს გამოცანა რა. შანსი არ არის. გა შემდეგი. არ ითვლება ეს. კომპიუტერმა იჟილკა. ეს ვიცი. არა. გახარია მგონი. არა გინთიათ არ და ჩვენ მე რა გითხარი უფროსები რომ ლაპარაკობენ. აი, მე მგონია რომ დინარაზე რატომ მგონია? დაუკვირდით თუ შეიძლება მის თმებს. მაგრამ ყურს რო დაუკვირდე? ყურს რო დაუკვირდე, მაგრამ ყური ხო დაეფექტებულია, ამიტომ მოდი ორივე ალბათობა დავუშვათ. გიორგი გახარიას ცალსახად გავს, რო შეხედავ ეგრევე მე. არა, ცხვირი გავს. მაგრამ არის დინარაძეს, იმიტომ რომ ნახე, აი ესეთი ძალიან აი ეს როგორ გითხრა? ძალიან მოიკითხა დინარაძე. ილო გეხმარება, მაგრამ ეგეთი თმის ვარცხნილობა რა ცოტა წვეტიანი. არავის არ აქვს და შესაბამისად ეგ მაეჭობს მე. მაგრამ უფრო გახარია. არა, გახარია. გეხმარება ეხლა ჩვენ რო აი ამ ნაწილი გახარია და თმებით დინარაძეს გავს. გახარია. გახარია, კაი. გახარია. რა თქმა უნდა გახარია. გავხსნათ გახარია. ხო, აბა რა. არა, მე თმებაც რო დავაყენე. შემდეგი. გავიგე. ეს ვინ არის? რა მოსაწყენია ეს ცხოვრება? კახაკალაძე? კალაძე. ო, ვანიკო რაღაცა ქენი. რაღაცა ქენი, რაღაცა. ბევრი ცოტა 6-0 საქართველოს. არ ვიცი რა ხდება, აბა შემდეგი. აბა, მე-7 რაუნდი. ვინ არის? მაინც დაგასტარით სისტრაფე. უკვე 4 რატო გამოვიცანით რა, იმიტომ რომ რაც არ უნდა სახე როგორც არ უნდა აზილო, თმის ფორმა არ იცვლება რა. ბაზარი არ არის ეგ. აი სახე რაც არ უნდა უქნა, თმებს ვერ გატანენ ბოლომდე. არ იცვლება. ანუ იმ ხელა რომ ვერ დაეფექტდა, გაიგე ფიზიკურად. გავხსნათ ფოტო. სხვა რო გაიჩითოს. აი შემდეგი განხილვასია მაყეიც რომამზერაში. კაი, შემდეგი. მე მგონია რომ არის ბატონი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი არის მიშას ნიკაპით? ნუ, იცი რა არის? რაღაცა საქართველოში ორი ძირითადი პარტია ნიკა. ნახე როგორ რაღაცა მე მგონია რომ ეს არის ღარიბაშვილი, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ადგილი მგონია რომ არის, მე მგონი რაღაც პრეზიდენტ ან პარლამენტი თუ შენობის კანცელარია. თავრობის კანცელარია და ეს გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი. არა აქვს ნახე შეცვლილი. ხო, აი ტუჩის ბოლო, აი აქ არის მთელი დეფორმაცია და ტუჩები სუფთა ღარიბაშვილი. ხო და აი ეს მარტო ამ ტუჩების სულია თქვენ სიტყვა ყოჩაღ ესე ყოჩაღ. როგორ? ყოჩაღ. და შესაბამისად ეს ტუჩები თორგან მაცდას ვერ იწყვი. ეგ არის. ჩვენ ერთ აზრზე ვარ. ყოჩაღილო მაგარი კაცი ხარ რომ გამოიცანილო. აი ეგ მაგარი კაცი რომ მოვს ეგ არის ბოლოში და რომ გამოიცანილო რა. აი ეგ. შემდეგი. აუ. თავადარი. შეხედეთ გვერდებზე აქეთ ერთი გირჩი, იქით მეორე გირჩი. თავადარის რა. აუ, გამოვიცანი. ეს ხულა ხომ მაინც გამოვიცანი. აი ძალიან საინტერესო ადგილას არის და სათხარი. ხო არ გახსოვს? არა. არა, მაგრამ ძალიან ისეთი, ცოტა ძველებურ ბამბანერკას გავს, მაგრამ არა უშვებს. აი, შემდეგი. კიდევ გავს. აი. ნიკამე. ო, ეხლა რამდენი თავგადაპარსული ვიცი პოლიტიკაში. ერთი ხულა გავს. მელია გახსენი, აბარა. ერთი ხულა. მოკლედ, ამით ეს თამაში დასრულდა. თუმცა ჩვენ კიდე გვაქვს თამაში. მე არ მინდა იმის თქვა, საერთოდ რა ანგარიშიც წავაგეთ. ამიტომ პირდაპირ გადავიდე. ხუთი არ ხოთან არც. როგორ? ამიტომ არც. ანგარიშით გადავიდე. არც ვიცი, არც დამეთვლია რაღაც. რაღაცით ერთი, ბევრით ერთი. ისტორია დაიმახსოვრე. ველად ერთი.
მოკლედ, შემდეგი თამაშზე გადავიდეთ. გადავიდეთ. ეხლა შემოთავაზე. დატოვა. ამ თამაშს ქვია დაწვრილებული ხმა. სადაც ცნობილი ფრაზები ჩვენს გაგონილი ბოლო დროს თუ საერთოდ ციტური ფრაზები. იქნება ხმა დაწვრილებული, ასე ვთქვათ. უნდა გამოვიცნოთ რა ფრაზა, ან ვინ თქვა, ან რაღაცა. კარგი. ან ნათქვამი და გამოვიცნოთ ან ავტორი. გამოვიცნოთ რა. ერთი რა პრობლემაა? თბილისის საკრებულო არჩევნებში ვინ შედიოდა? დასრულდეს ნეპოტიზმი, კორუფცია და რაღაცა შევდივართ ჩვენ. ვა, რაღაც მუსიკაც ისეთი და რაღაც. აი ეს ხო რა ქვია. ბარემ დააჭირეთ ამ ხო? ლელო ბატონი მამუკა. მაბუტონ მამუკა რა? ან მისი ანუ მისი ნათქვამი გესმო თუ მისი ხმა? ბიჭო ფრაზა მეცნო რა. ფრაზა. ჩემი ვერსია არის ეს პარტია ლელოს რომელმა თქვა ეს. მე მგონი მე ბატონი. ბადრი ჯაფარიძე. პოლიტიკური ფრაზა აი ბადრი ჯაფარიძეს თუ გამოვიცნობ. თან გეგონებოდა. თან გეგონებოდა ხაზარაძე. 1-0. აი, რა გიმახსოვრეთ? შემდეგი. ეს არის ქალბატონი თეა წულუკიანი, მინისტრი კულტურის, მე მგონი ესე უფრო ხდება წარდგენა. არის რომელიღაც თეატრში დასავლეთში წართმეული აქვს. სულ რაღაცა 1 საათის წინ მან ემა გოგოხიას გასტაცა მიკროფონი, ის არის სცენაზე ასული, ძალიან გრაციოზულად ამბობს აი ამას. და ბიძინა ჩაუს არაო აი მე გეხვეწები ეს ნანახი არა კარგი გეხვეწები ეს ნაწილი არ მქონდა აი სასაცილო გადაცემა პრემიერად ეს ნაწილი მართლა არ მქონდა ნანახი კარგი რა კარგი ეს ჩვენ გავუშვით შემდეგი კაი გეხვეწები ცოტა კომედიური ჟანრი არ არის რა აბა ჩვენს პარტიას მოქალაქეებსო. აი ამოიკითხა, ჩვენს პარტია მოქალაქეებს. გაიგონაშვილია. მეტად დამიწვილეთ, მეტად. ელისაშვილია ხო ეგა? თუ ხო, აბა გაგვაჩე მოგვასმენდეთ. ეგეთია? ეს არის უფასო პოლიტიკური რეკლამა. ეს შესაძლოა პარტიას მოქალაქეებს. აბრობერზე ვრეკავთ ბიჭო. აუცი რა მაინტერესებს, აი როგორც პოლიტიკოსმა ერთი წამით მე მოკითხვა ალეკოს წარმატებები კაცო ალეკოს მოკითხვა აქეთ კითხვა. ეხლა როგორი რაღაცა არის, ანუ აი ეს პოლიტიკოსები რო ამებს აკეთებენ ხოლმე რომ ჩვენ ყოველთვის და ამის მერე რა თქმა უნდა ყველაფერი გაკეთდება, აშენდება. აი ეს რაღაცა პოლიტიკური body language-ები მართლა ჭრის? ასე რომ. ხოდა ბენიერი აი პასუხი. სხვანაირი არ შეიძლება ყოფილიყო. არა, შემდეგი მეგობრებო. დაგოსtres მართალია მან თავი ვერ მოიცნო, მაგრამ მისმა კოლეგამ ისა მოიცნო. შენ ხარ, როდესაც საუბრობ, რომ გირჩი სამეფოზე, მე მგონი შენ და ბრავო, ბრავო. აი, სამეფო იქნება. აი, ეს კარგი. ბრავო. შემდეგი. აშკარად ეგ არის ამერიკაში რო იყვნენ გახარია და ვიღაცა ერთი მასი რა ქვია. არა, გიგი უგულავა ამბობს, მე მგონი იმაზე რა ქვია, რომელიღაც პარტიაზე, რომლებიც უბრალოდ აი ისე იყვნენ ჩამწკრივებულებიო თუ არ ცდე. მე არიცით ვინ გაყვა? მაშინ პატიოსანი თუ ვიქნები საკუთარ ნამუსთან, ქართველ მომრჩეველთან და მთავარ ბიჭებთან მე ვიტყვი, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილი. და გიორგი გახარია ერთ სასტუმროში როგორ მოხდა? ერთ საწოლში გვეძინა ჩახუტებული. და ძალიან დიდი სიამოვნებაა. ვახოს კონდა ეგრეთი სცენა წარმოვიდგინე. წავარქვით ვერსია იგი. მე სცენა წარმოვიდგინე ერთ საწოლში რომ ძინოთ ჩახუტებულებს არა, დამიციო ვინ თქვაო, მაგრამ ამერიკის ამბავზე თქვესო. აჰა. და გადავწყვიტე რომ არ წამერთვა ქულა და ჩემი პასუხი დამეფიქსირებინა. ჩემი ჯერჯერობა დაფასებულია და აღქმული. შემდეგი.
ბიჭო, თითოეული თქვენთაგანიო, მასშტაბით რა ქვია, ვიცი? ძალადობასო და გარყვნილებასო და რაღაცა, ესე იგი რაღაცა რადიკალური ფთა არის. რადიკალური ფთის ის წარმომადგენელი მქონია. არის ან რაღაცა ესეთი, აი კონტრაქციაზე რაღაცა ისეთი ხალხი რო არის. ხო, აი ეგე რაღაცას ეჩხუბება. ხო, ანუ ნახე როგორ რაღაცა მე მქონია კონტრაქციის თემა. ეს არის ყველა თვითონ ან უცნობია, ან თუ უცნობი არ არის, მაშინ მგონია რომ ვიღაცა ისეთი ვიც ამ გარყვნილობაზე მას ვასაძე არ ვიცი. ვასაძე. აბა. არა. ჟურნალისტებს ეუნება. ვიღაცა. ანტონ ბობოხია? არა, ღარიბაში. სასულიერო პირი რო არის ანტონ ბობოხია, ეგ არის? ჟურნალისტებს ეჩხუბება. არა, თქვენ ახალიშებ იმას. გასაგებია, შემდეგი. შემდეგი. მოიცა. ბიჭო, ის ხო არ არის? სოზარ სუბარი ხო არ არის? კობახიძე არის და რა იმასზე ამბობს, რა ქვია. ძროხას გავსო, მეც ვიფიქრე რომ ძროხას გავსო. როგორ ცინის მაგრამ არა. რაღაცა მან დარი პონტი რომ აქ იძახის რომ კაროჩეო ისო. ნასვამი გონი ვარ იმით. არა, ეს იძახის იქ არ ამბობ ამ ფრაზას რომელსაც აქ ამბობს მე მგონი. არ ვიცი, ნახე. აი ბოლო ფრაზა ნახე. ჩემი ვერსია არის ეგ. ერთხელაც მოვისმინა თუ შეიძლება სტუმრის მოთხოვნა. შენამ ტროლი ხარ. იმის გამო რომ მე ამაზე მეცნიერება ჩამთვალეს რომ თვალი. შენ მითხეს რომ თვალიო. ესეთი ფრაზა რამე. მითხეს რომ შენ ხარ თვალიო, ესე იწყება ფრაზა. არა, შეიძლება ბევრჯერ მithქვამს ეს ფრაზა. მაგრამ არც ერთხელ არ გახსოვდეს ახლა, ხო? ხო და რა ვიცი. მაგრამ მე ვარ თუ არა ახლა რას გაიგებ? ფრაზა თუ გეცნობ. აი. რა გინდათ ესი რა? ხო და მითხეს რომ შენ თვალი ხარ. იმის გამო რომ მე ბიჭო, ამ შეჯიბშიც და ამ შერკინებაშიც დავმარცხდით. კი. ამ შერკინებაშიც დაგვამარცხდით. რაღაცა ისი არის დიდი ხნის ტენდენცია ის რომ რატომღაც სტუმრებთან სულ აკეთებთ ხოლმე და არც ისე ნებძა, მაგრამ არა, მოვიგეთ. ცები მოგებულა. მაგრამ ნიშნულობა არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ სტუმარს აპლოდისმენტები ვეთქვით. ლიდერ ბეთისგან გადმოგეცემა უკონტაქტო ლიდერ ქარდი. ჰეი, დიდი მადლობა. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა დიდი. ხიარული თამაშებისთვის, გართობისთვის, ძალიან დიდი მადლობა და დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ და კიდევ გელოდებით ჩვენთან სტუმრად. ძალიან სასიამოვნო ყოფნა.